გამარჯობა. შეიძლება რამდენიმე წუთით დაგისვათ? კი, შეიძლება. დაავადება შესაძლოა. თქვენ აზრით რატომ ხდება ოჯახის დაავადება? რა ვიცი, ამის ოჯახში ძალადობა ძალიან ბევრი მიზეზი იწვევს. ძირითადად ოჯახის ძალადობა ხდება, არ არის ხოლმე ერთი კონკრეტული მიზეზით გამოწვეული. შეიძლება იყოს განათლების ნაკლებობის გამო ეს ძალადობა და მე მიაწერენ ვითომ გაუგებრობა იქო. არა და თუ ადამიანი განათლებულია და მას აქვს შესაბამისი პირობები სოციალურადაც, ეკონომიკურადაც, ფსიქიკურადაც ჯანსაღი ამ გრადის აქვს, ის ძალადობას არასდროს არ მიიღებს. რა თქმა სახეები? აი ძირითადი სახეები არის ალბათ ისაც შეიძლება დაიწყოს ძალადობა, ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი ძალადობა. მეტად ვინ არის ძალადობის მსხვერპლები? ძირითადად ქალები არიან, იმიტომ რომ ქალები ასე ვთქვათ სუსტის კესის წარმომადგენლები არიან, ძალის პრობლემის ხოთორე, ანუ მეც და თქვენ საბოლოოდ არ თვლით სუსტ წარმომადგენლად აქვს, მაგრამ რადგანაც კაცს უფრო მეტი ძალა აქვს და რაღაცა და ხედავს ოჯახში მანამდე რომ ვიღაცა ძალადობდა, ის თვლის რომ სწორი ფორმაა, ანუ ურთიერთობის სწორი ფორმაა ის ძალადობა და აგრესია. და მე ვფიქრობ, რომ ადამიანი თუ მართლა ისეთ ოჯახში გაზრდილი, სადაც კულტურა იცის რა არის, იცის სწორად როგორ უნდა მოიქცეს ნებისმიერ ადამიანს, ის არასდროს არ მიმართავს ძალადობას. თქვენ საქართველოში ბევრია ძალადობა თუ არა? კი, სხვადასხვა საქართველო ერთ-ერთი ევროპაში ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, სადაც განსაკუთრებით წინა ადგილზე არის ქალების მიმართ ძალადობა და ეს ძალიან სამწუხაროა. და ძალადობას არ იწვევს მხოლოდ ის, რომ ვთქვათ ვიღაცისგან დაისწავლო ეს ქცევა ან მსგავსი სოციალური პრობლემები, ეკონომიკური პრობლემები, აი ეს ყველაფერი ერთად, პოლიტიკური სიტუაცია და ეს ყველაფერი ერთად იწვევს ამ აგრესიას ადამიანში და ვისაც უნდა რომ მან ამოიღოს რაღაცა ამოანთიოს ეს ყველაფერი, სუსტ არსებას ეძებს და ძალადობს მას. ძალიან მადლობა.